ბატონო ირაკლი, მოკლედ გარკვეული პერიოდი გავიდა, აკრძალული იყო ფრენები, ყველა მითის რა ფრენებზე ვსაუბრობთ, ეხლა ნებადართულია. მოკლედ რა შეიცვალა, რა არის ძირითადი მოთხოვნები და რა დაიწყეთ და რეალური სიტუაცია როგორია დღეს? მოკლედ ეს არ გამოდის. მთლიანობაში ამ საკითხის ხელთავიდან როცა როგორ ვთქვა, ყველაფერი რო გასაკეთებელი არის, რამოდენიმე ამოცანის გადაჭრა არის ამისათვის საჭირო. ანუ უხეშად რომ ვიყოთ, ეს არის პილოტების კვალიფიკაციის დადასტურება, ეს არის მათ საფრენი აღჭურვილობის ვარგისიანობის დადასტურება, იმ ადგილების გადამოწმება და შემოწმება და შესწავლა, სადაც ფრენები უნდა ხორციელდებოდეს, საფრენი აქტივობების რაღაცა ტიპების განსაზღვრა და რაც თავარი არის, ორი სახელმწიფო რესურსის ამ აქტივობისთვის ამოყოფა. ეს არის საჰაერო სივრცე და ეს არის მიწა, საიდანაც ეს ფრენები უნდა ხორციელდებოდეს. ანუ უფრო მარტივად და გასაგებად რომ იყოს, რა მოგეთხოვებათ ძირითადად ფრენების დროს, რაც ადრე არ იყო? კიდე ერთხელ მამოქვა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება კანონმდებლობით სხვადასხვანაირად იყოს სხვადასხვა ქვეყნებში, რა მოეთხოვება ფედერაციას. ფედერაციას პირველ რიგში მოეთხოვება პილოტების კვალიფიკაციის დადასტურება და მათი საფრენი აღჭურვილობის ვარგისიანობის დადასტურება. რაც ადრე არ ხდებოდა. ადრე ეს ხდებოდა. ეს ადრე ხდებოდა, მაგრამ ამაზე პასუხისმგებელი იყო საკუთრივ თვითონ პილოტი. ანუ არის ადამიანი, რომელიც ამას პასუხისმგებლობით ეკიდება და ყველაფერს ამოწმებს და ეს არ ვარ და მაგრამ დავიკიდე, ან პირიქით ვარ გადასასწრაფოდ შეიცვლებ, უნდა შევწავლო და სანამ არ შევცვლი, არ ვიფრე. პიროვნულ გადაწყვეტილებაზე ეს ნაკლებად არის ახლა დამოკიდებული, კი არა და საერთოდ არ არის დამოკიდებული. სავალდებულო არის, როგორც ვთქვათ, მანქანა წელიწადში ერთხელ ატარებს ეგ დათვალიერებას, ისე არის სავალდებულო წელიწადში ერთხელ შეავაწყოთ თქვენი საფრენი აღჭურვილობა და ნახევარ წელიწადში ერთხელ გადაკეთოთ სადადარიგო პარაშუტი. ამას აკეთებს ამ ფედერაცია, ან უფლებამოსილი პირი და მე ფედერაცია ამ უფლებამოსილი პირის მიერ გატარებულ შემოწმებას, ჩატარებულ შემოწმებას აღიარებს. ეს ერთი. ეს რაც შეეხება საჭურველს, რომლითაც ადამიანები უნდა დაფრინავდნენ. აქ ხაზს გავუსმენ, რომ ეს განსაკუთრებით მკაცრი რეგულაციები არის პარაპლანებისთვის და პარაპლანერისტებისთვის, რომლებიც ეწევიან კომერციულ საქმიანობას. არანაკლებ რთული მოთხოვნები აქვთ სასწავლო დაწესებულებებს, სკოლებს, რომლებმაც ფრენა უნდა ასწავლონ. ესეც გასათვალისწინებელია. შემდეგი ეს იყო ის, რომ პილოტის კვალიფიკაცია დასტურდებოდა შესაბამისი დონის მიხედვით. არის დამწყები მფრინავი, ჩვეულებრივი ამბავია. არის მფრინავი, რომელიც თავისი ამბავისთვის სამარშრუტო ფრენებს აკეთებს, ესეც სრულიად გასაგებია. არის ადამიანი, რომელიც ძირითად საქმიანობაც არის ამ კომერციულ ფრენების წარმოება. ყველას აქვს შესაბამისი გაცემულ საბუთში, რომელიც პილოტის კვალიფიკაციას ადასტურებს, მითითებულია რა დონის მფრინავია ის. ამასაც აკეთებს ფედერაცია. რა ადგილებში არის ხა ნებადართული კონკრეტულად რა ლოკაციებზე ფრენები? თუ ვწდები, გუდაუთში არის და რამდენიმე ლოკაცია არის ჯერჯერობით შერჩეული, რომელზეც ნებართვა არ არის გაცემული და რამდენი სერტიფიცირებული მფრინავი გვაქვს. ანუ სიახლე რა არის ამ კანონში ცვლილებების შედეგად? რამდენი გადაწყვეტილება პილოტებს და რამოთას თავად? ბევრ რაღაცას მეკითხებით და თანამიმდევრობით უნდა გავწევ პასუხი. ესე იგი ადგილები სადაც ახლა. რაც შეეხება ადგილებს, სადაც შეიძლება განხორციელდეს ფრენები, ახლა ამ წუთას ესეთი გვაქვს 3 ადგილი. ანუ სახელმწიფომ თავის საჰაერო სივრცეში 3 ადგილი გამოყო იმისთვის, რომ იქ განხორციელდეს პარაპლანი ფრენები. ეს არის ბაკურიანი, ეს არის ანანური, ეს არის გუდაური. ეს საჰაერო სივრცეები არის გამოყოფილი ნოტამით. ნოტამი ეს არის
მიღებული პრაქტიკა არის, საავიაციო ხელისუფლება გამოსცემს ნოტამს იმ შემთხვევაში, როცა იქ რაღაცა აქტივობა იგეგმება, ეს ნოტამი მოქმედებს გარკვეული დროით, მაქსიმუმ 3 თვით და მერე შესაძლებელია ამ ნოტამის გახანგრძლივება, მაგალითად შემდეგი 3 თვით ის. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს ნოტამებით კი არ იყოს, იმიტომ რომ სახელმწიფოსაც არ ჭირდება და არ მოწონს ეგ, რომ ერთი და იგივე ადგილას მუდმივად ნოტამით კონდეს გამოყოფილი სივრცე. ამას ურჩევნია, რომ საჰაერო სივრცის სტრუქტურაში შეიტანოს ცვლილება და ერთხელ და სამუდამოდ თითქოს, რომ ეს სივრცე გამოიყენება პარაპლანერისტების მიერ. ანუ თუ ეს ესე არ არის, ის გარკვეულ იურიდიულ კოლიზიებს ქმნის, გარკვეულ წინააღმდეგობებს. არ ჭირდება სახელმწიფოს, განსაკუთრებით ისეთ პატარა სახელმწიფოს, როგორც საქართველო, თავის საჰაერო სივრცით, რომ მუდმივად ნოტამით გამოყოფილი ერთი და იგივე საჰაერო სივრცე გქონდეს ხოლმე და ამ ნოტამს აგრძელებდეს და ახანგრძლივდეს. ამას ურჩევნია შეიტანოს ცვლილება საჰაერო სივრცის სტრუქტურაში და თქვას ერთხელ და სამუდამოდ, რომ ეს პარაპლანერისტებისთვის საჰაერო სივრცე არის გამოყოფილი. ეს ერთი. ჩვენ ამის პარალელურად ვმუშაობთ იმაზე, რომ მაქსიმალურად დაუახლოვოთ პარაპლანერისტებისთვის ფრენების რეგულაციის წესები, ნორმები, იმას, რომელიც საერთაშორისოდ მიღებული არის. ეს ნიშნავს, რომ პარაპლანერისტებს საკუთარი, ასე ვთქვათ, რეკრეაციული ფრენებისათვის, საკუთარი თავისთვის ფრენებისათვის გამოყოფილი ექნებათ G კლასის საჰაერო სივრცე, გარდა G კლასის საჰაერო სივრცის იმ ნაწილებისა, რომლებშიც დამატებითი შეზღუდვები მოქმედებს. მაგალითად, იქ შეიძლება იყოს რაღაც სტრატეგიული ობიექტი, სამხედრო ბაზა და შემდეგ. იმის თავზე ფრენა არ შეიძლება. მაგრამ მიუხედავად იმისა, საქართველოს საჰაერო სივრცის 3/4 G კლასი არის. რამდენი სერტიფიცირებული პარაპლანისტი? ანუ რამდენი განაცხადი იყო შემოსული და რამდენი დაკმაყოფილდა? მოდით უფრო დიდი სურათი მინდა დაგანახოთ. მთლიანობაში საქართველოში პარაპლანით დაკავებული ადამიანების საერთო რაოდენობა სადღაც 250-300 ადამიანს მოითვლიდა. უმეტესობა მიუხედავად ყველაფრისა იყო ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ ფრენა ესწავლათ და საკუთარი სიამოვნებისთვის ეფრინათ. ეს რაღაცა ნაწილი სპორტული ინტერესითაც დაფრინავდა, იმიტომ რომ შეჯიბრებში მონაწილეობა უნდათ და შემდეგ. ამ საერთო რაოდენობიდან გამომდინარე და უკან წამოსული ჩვენ გვყავს ახლა დაახლოებით 60 ტანდემ პილოტი, რომელთა ძირითადი საქმიანობა დაახლოებით არის კომერციული ფრენების წარმოება. ამისებით არის კიდე დაახლოებით 15 ადამიანი, რომლებიც არიან ოცხუელები და იმათაც მათი ძირითადი საქმიანობის სახე ისევ კომერციული ფრენები არის და აი იმ ადამიანებიდან, რომლებიც თავისთვის დაფრინავდნენ, კიდე 15 ადამიანი არის, 15 ფრინავი არის, რომლებმაც სერტიფიკაციის პროცესი გაიარეს. ანუ დავასუსტებ, 60-მა გაიარა სერტიფიცირება და ოფიციალურად შეუძლიათ მათ განახორციელონ ფრენები, ხო? ამ 250-300-დან. არა. ახლა რაც ჩამოგითვალეთ, გამოგივიდათ, რომ უკვე 90-ია, 60, 15 და 15, ხო სწორია? უცხოელების ჩატკი ბატონო. უცხოელების ჩატკით. აქედან უმეტესობა არის კომერციული ტანდემ პილოტები, რომელთა ძირითადი საქმიანობა სწორედ ეს არის. რატო არის ასეთი ცოტა რაოდენობა 15 ადამიანი, რატო არის ვინც თავისი სიამოვნების ფრენებისთვის გაიარა სერტიფიკაციის პროცესი? იმ ადამიანებს გუდაურს ფრენა სულ არ აინტერესებთ. ისინი დაფრინავდნენ კახეთში, ლაგოდეხში, ყვარელში. იმათ სხვაგან და სხვანაირად ფრენა აინტერესებდათ. გუდაურში კომერციული ფრენების წარმოება მათ ძირითადი ინტერესი არასდროს ყოფილა. რადგან ჩვენ ახლა ამ წუთას რეალურად მარტო 3 ადგილი შეიძლება ამ ადამიანებს შევთავაზოთ, არანური, ბაკურიანი და გუდაური, იმ ადამიანებს ინტერესიც არ აქვს. არ იყო როცა თუ ადრე ეს საქმე იყო თვითნებურად მიშვებული, ახლა ექცევა რეგულაციებში. თქვენ რა პერიოდით, რა ინტერვალით გევალებათ შემოწმება? კარგით. ამასაც უფრო ნათელი რო იყოს თქვენი სურათი, ესე დავალაგებ. როცა ლაპარაკი არის
კომერციული ფრენების წარმოებაზე, სასწავლო სავარჯიშო ფრენების წარმოებაზე ეს აქტივობა უნდა იყოს მიბმული რაღაც კონკრეტულ ადგილზე და ადამიანების ჯგუფზე, რომელიც იქ ამას განახორციელებს. პირობითად ამას ქვია საფრენოსნო სკოლის, სასწავლო სკოლის გუნდი, რომელიც სასწავლო ფრენებს აკეთებს, ან ოპერატორი კომპანია, რომელიც ფრენების უსაფრთხოებას და რიგითობას უზრუნველყოფს რაღაც ადგილზე. ამ ადამიანების ჯგუფს თუ ორგანიზაციას უნდა კონდეს იქ ამ მიწაზე, ამ იმაზე გარკვეული უფლება, ანუ ან იჯარით უნდა კონდეთ ეს მიწა, ანუ იქ მინდა და კარგი ადგილია და დაფრინავ აღარ არის. კი ბატონო, შეიძლება იქ მინდა კარგი ადგილია, გასაგებია, მივდივართ, ვამოწმებთ, ეს ადამიანი ამ მიწაზე რაღაცა უფლება უნდა მოიპოვოს და დაიწყოს იქ ფრენები. ლოგიკურია, არაფერი ამაში წინააღმდეგობრივი ჩემი აზრით არ არის. თუ ამბობთ, რომ ის კარგი ადგილია და მე იქ ფრენების კეთება მინდა, მოვდივართ, ვნახულობთ, ვამოწმებთ, კარგია, კი ბატონო, ამის შემდეგ შენ ამ მიწაზე რაღაცა უფლებას მოიპოვებ, იჯარით აიღებ მაგალითად იმ მიწას და მე რაღაცა პირობებით იქ ოპერირების საშუალება გეძლევა და იწყებ ჩვეულებრივად მუშაობას. ეს არის ამ საკანონმდებლო ცვლილების ერთ-ერთი ძირითადი აზრი. ანუ აქ მომეწონა და აქედან დავფრინავ, კომერციულად და შეიძლება ვიღაცა ვისიც კი მოიფიქროს, რომ რაღაცა დიდი შენობა იპოვოს და იმის პრიშნა გადმოხდეს, ვინ დაუშლის. მაგრამ ეს ხო არ არის ის, რომ იქ თქვენ რეგულარული ფრენებს გააკეთებთ პარაპლანით. ეს ცვლილებების შეფერხება ყველაფერი გამოიწვია იმ ტრაგიკულმა შემთხვევებმა, რაც არაერთ გზის მოხდა. შესაბამისად, ამ ახალი სტარტით თქვათ, ამ ახალი დასაწყისით, რას ელოდებით თქვენ, რა შედეგს ელოდებით და რისთვის გაკეთდა ეს ცვლილებები? პირველი, ვფიქრობ იმას, რომ რაღაც ერთ სტანდარტზე არის მისული პილოტების კვალიფიკაციის საკითხი. ანუ საფრენის საათების გარკვეული რაოდენობა, მისი პერსონალური გამოცდილება, მისი ცოდნა, უნარები, ეს ყველაფერი რაღაცნაირად ერთ ჩარჩოში ჯდება. ადამიანი, რომელიც ერთ წელიწადია დაფრინავს და მეორე დღეს გადაწყვეტავს, რომ კომერციული ფრენები დაიწყოს, ეს რაღაცა აღარ იქნება. შესაბამისად, რისკებიც იმისა, რომ ვიღაცა დაშავდება და ზიანდება, მცირდება. ადგილები, საიდანაც ეს ფრენები განხორციელდება, კაცრად კონტროლდება და ირჩევა. შესაბამისად, ადგილი, რომელიც ამ თვალსაზრისით რაღაც ხიფათს აჩენს, სერტიფიკაციის პროცესი ვერ გაივლის და იქიდან რეგულარული ფრენები არ განხორციელდება, არ შედგება, არ გამოვა. ანუ ამ კუთხით ამას რას ვამბობ? ეს შეიძლება ითქვას, რომ მექანიკურად, მაგრამ ამცირებს შესაძლებლობებს, რომ ადამიანებმა ზედმეტად გარისკონ. ახლა რაც შეეხება თვითონ პილოტების საჭურველს და მათ პასუხისმგებლობას, უმეტეს შემთხვევაში პილოტები საკმაოდ პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ ამ საკითხს, მაგრამ ეს არ კმაროდა და ამიტომ ამ შემთხვევაში დამატებითი კონტროლის მექანიზმი არის კიდევ, რომელიც გულისხმობს ადგილზე ოპერატორს, ფედერაციას ვალდებულება აქვს, რომ სადაც არ უნდა ხორციელდებოდეს რეგულარული ფრენები, განურჩევლად იმისაგან ეს საფრენო სავარჯიშო ფრენა თუ კომერციული ფრენები არის, მაღალი აქტივობა სადაც არის, 4 შემოწმების ვალდებულება ფედერაციას, აქედან 2 გეგმეურია და 2 ისეთი არადაგეგმილი. აი, ძირითადი მიზეზები უბედური შემთხვევების რა იყო? და ამას მივაბამ ასევე 3 ადგილი, რომელიც თქვენ დაასახელეთ. ეს ძველი ადგილებია, სადაც ხორციელდებოდა ფრენები, თუ ახალი ადგილებია? ადგილებით დავიწყებ. პრაქტიკულად საქართველოში არ არის ისეთი ადგილი, საიდანაც პარაპლანის ფრენები შეიძლება კეთდებოდეს და ჩვენ იქ ნაფრენი არ აქვს. ყველა ამ ადგილს, ახლა 3 ადგილი არის სულ ჩამოთვლილი, ხო? ახლა სიტყვაზე გეტყვით, ანანური გარკვეულ პირობებში ზღაპრულად კარგი ასაფრენი მოედანია, მაგრამ იქ სხვა პრობლემა იყო, ის კარგი ადგილი არის კარგი მფრინავისათვის. იმას ჭირდებოდა გარკვეული მიწის სამუშაოები, მოწესრიგება, დალაგება, გასწორება რაღაცეები და ახლა
ის შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც რეგულარული ფრენებისათვის სასტარტო მოედანი, დასაჯდომი მოედანიც. ანუ ადამიანები ხო ფრინავები და ადამიანები ხო სხვადასხვანაირები არიან, მაგალითად ადამიანი რომელიც 25 წლისაა, ღონივრად და კარგად დარბის, ადამიანი რომელიც 70 წლისაა, სულაც არ შეუძლია რომ აფრინდეს, ხო? იმას დახმარება და რაღაცა ჭირდება. თუ ადგილი იმ თავითვე არ გაძლევთ ამის პირობას, ის ადგილი არ გამოდგება. თუ ადგილი იმას ამბობს, რომ აქ რა უნდა შეიცვალოს, გასწორდეს, კვები მოშორდეს, ბუჩქნარი მოშორდეს და რაღაცა, მერე უკვე ის იმისთვისაც გამოსადეგი ხდება. ეს არ შეეხება ადგილებს. რა შეეხება ძირითადი მიზეზები, უბედური შემთხვევების რა იყო? უბედური შემთხვევები, ნახეთ, როცა სიტუაცია ვამბობ, როცა 5 თუ 6 პარაპლანი დაფრინავს, ალბათობა იმისა, რომ რაღაც უბედური შემთხვევები ხდებოდეს, გაცილებით ნაკლებია, როცა ერთბაშად იმ ადგილას 100 პარაპლანი დაფრინავს, ესეც ხო გასაგებია. ხოდა ჩვენ სწორედ ამ მოცემულობამდე მივედით, საფრენი აპარატების რაოდენობა ძალიან გაიზარდა, ფრინავების რაოდენობა ასევე უკონტროლოდ გაიზარდა, ადამიანმა სამთერო ვარჯიშა ვერ ჩათვალა, რომ უკვე ფრენა შეუძლია, ეს აღარ იქნება. და შესაბამისად პრობლემას ქმნის, როცა ერთდროულად რამოდენიმე ფრთა ან ფრინდება, ან დაფრინავს და სწორედ ის ორგანიზაცია, რომელიც ადგილზე იმუშავებს, ამ შემთხვევაში სკოლა ეს თუ ოპერატორი კომპანია არის, ის უზრუნველყოფს ამ ფრენების რიგითობას, წესრიგს და მოკლედ იქ არის ესეთი ოპერატორი ესე უბრალოდ ციდან ჩამოვარდნილი რაღაცა კი არ არის. ეს არის კვალიფიციური ადამიანების გუნდი, ჯგუფი, რომელიც მუშაობს იმ ადგილზე და რომელსაც აქვს, როცა ის ამ მუშაობის დროს ხელმძღვანელობს ოპერირების წესები. რომელშიც საკმაოდ კარგად არის დაწერილი, როდი შეიძლება იფრინოს, როდი შეიძლება არ იფრინოს სხვა, ერთდროულად როგორ სტარტები როგორ უნდა კეთდებოდეს, ან უნდა კეთდებოდეს თუ არ უნდა კეთდებოდეს, რომელი მანევრი არის დასაშვები, როგორი უნდა იყოს გუგლიანობა, როგორი უნდა იყოს კარი სიჩქარე და მიმართულება, ეს ყველაფერი გაწერილი აქვს ოპერატორ კომპანიაზე. მისი მუშაობა იწყება ჩვეულებრივ ესე იმ დღის, კონკრეტული დღის საფრენი მოცემულობის ზოგადი გაცნობით რაღაცების ახსნით პილოტებისათვის, რომ იქ არ მიფრინდეთ, იქ არ იფრინოთ, 12 საათზე ვერ ფრენ შემოფრინდება, 3 საათზე კარი შეიცვლება და ამ შემდეგ. ანუ ოპერირების გეგმა ყველა ოპერატორ კომპანიას აქვს და ისინი თავის მუშაობის პროცესში ამ გეგმით ხელმძღვანელობენ. ეს საკითხი ბიუჯეტთან დაკავშირდა, ანუ რაღაც გადასახადის გადახდა ყოველთვიური თუ კვარტალური, ეს გაჩნდა ეს მოთხოვნა თუ როგორ მოწესრიგდა ეს საკითხი? თქვენ თუ მეკითხებით იმას სახელმწიფო ამ საკითხების რეგულირებისათვის იხდის თუ არა რამეს? პირიქით ფრინავი იხდის თუ არა გარკვეულ გადასახადს ბიუჯეტში? ამას გულისხმობ. არა, ბიუჯეტში რას ეხდის ფრინავი, ეგ იმაზე არის დამოკიდებული, რა შემოსავალი მიიღო მან და ჩვეულებრივად დაიბეგრება იმ წესით, რომელიც მოქმედებს საშემოსავლო ისეთი თვალსაჩინო. ეს აღრიცხვა ხდება, რაც ადრე არ ხდებოდა, ამას გულისხმობ. აღრიცხვიანობის ვალდებულება აქვს თვითონ ფრინავს. გარდა მაგისა, ფრინავის მიერ შესრულებული ფრენების საერთო რაოდენობა და რაღაცეები, ამის აღრიცხვის ვალდებულება აქვს ოპერატორ კომპანიას. მაგრამ ოპერატორი კომპანია იმას კი არ ითვლის, რამდენი ფული იშოვა ფრინავმა. ოპერატორი კომპანიის ვალდებულება აღრიცხოს მისი საფრენი საათები. აღარ შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ეს პირდაპირ ერთი და იგივეა, მაგრამ ეგრე არ არის. ადამიანები ხშირად თავისი ამონებისთვის დაფრინავენ, ეს აგროვებს მათ საფრენის საათების რაოდენობას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ ფრენს მან ფული იშოვა, ხო? რაც შეეხება სხვა მხარე იმაში გამოიხატება, რომ იმ პროცესებისთვის, მაგალითად საგამოსტო პროცესის გავლა, მაგალითად საფრენი აღჭურვილობის შემოწმების პროცესის გავლა, დაზღვევა და შემდეგ, შესაბამისად, როგორც არის გაწერილი კანონში, ისე არის გადასახადები ფიქსირებული. მაგალითად, დაზღვევა რამდენადაც მე ვიცი ახლა სოლო პილოტებისათვის, საკუთარი თავისთვის ფრინავი პილოტებისთვის არის თვეში 50 ლარი, ეს გულისხმობს მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევას და ეს არ გულისხმობს მისი ჯანმრთელობის დაზღვევას. რამდენ პილოტებისთვის ეს გადასახადი თვეში არის დაახლოებით
თუ არ ვეშლება 100 ლარი, ეს გულისხმობს მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევას და გზავრის ჯანმრთელობის ზიანის დაზღვევას. საგამოცდო პროცესის გავლა მეტნაკლებობით სრული პროცესი დაახლოებით 500 ლარი გამოდის. თუ ამას ნაწილობრივ აკეთებთ თეორიული გამოცდები, პრაქტიკული გამოცდები და რაღაცები, იქ რაღაც განსხვავებები არის. საფრენი აღჭურვილობის შემოწმების სრული თუ არ მეშლება 300 ლარზე ცოტა მეტი ჯდება. Salcăul componentis შემოწმება კიდე რაღაცა პული ხდება, ეს ის პული, რომელსაც პილოტები იხდიან ფედერაციაში. ანუ საფრენი აპარატის შემოწმების თანხას პილოტი იხდის თვითონ? პილოტი იხდის, აბა გადაიწყოს. წელიწადში ერთხელ, თუ წელიწადში ერთხელ. და ეს ცვლილებები, რაც ახლა გახორციელდა, თქვენი აზრით საკმარისია თუ პროცესი უნდა გაგრძელდეს? ახლა ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ, რომ აი ეს პროცესი ესე უნდა კეთდებოდეს. ამ პროცესის აზრი რაც იყო თავიდან, ჩვენ თავიდანვე გასაგებად ვთქვით, მაგრამ ამას გარკვეული სირთულეები ახდა, იმიტომ რომ უწყებრივად ამ კანონმა ბევრ წყებაში შემოწმება და დამატება და კორექცია მოითხოვა. ახლა გვაქვს ამ თვალსაზრისით სწორად რო ვთქვა, ვეცდები იმ ადამიანებისთვის, აი იმ ფრინავებისთვის, ვინც კომერციული ფრენებით არიან დაინტერესებული, ეს ვფიქრობ, რომ სწორი და კარგი რეგულაცია, თუმცა ეს რეგულაცია ნაწილობრივ ეხება სოლო პილოტებსაც და იმათთვის ეს უფრო მძიმე რეგულაცია, ვიდრე საჭირო. ამორწურეთ ხომ არ გვაქვს კიდევ რამე დასამატებელი, აი ბოლო შემთხვევას რაც ახლა მოხდა, პარაპლანს არ ეხებოდა ის. ამით დაკავშირებით. საჰაერო, დიახ, საჰაერო ბუშტი. ამ მიმართულებითაც არის ცვლილებები? მე საჰაერო ბურთებთან შეხება მქონდა დაახლოებით 10 წლის წინ. ანუ პირველი საფრენოსნო შემადგენლობა, რომელიც საჰაერო ბურთზე ფრენას სწავლობდა, ამ აქტივობის ასე ვთქვათ, სათავეში ბატონ რეზო იდგა. იმ შემადგენლობას კარგად ვიცნობდი და იმათთან ერთად ბევრს საქმიანობდით ამ კუთხით, რამოდენიმე დავდიოდით დავფრინავით დაახლოებით წელიწადი, შეიძლება უფრო ნაკლები, ამას ერთად ვაკეთებდით. ამის მერე მე საჰაერო ბურთებს თავი დავანებე, უბრალოდ რეალურად ფიზიკურად დრო აღარ ყოფნიდა, რომ პარაპლანებითაც მეფრინალა საჰაერო ბურთსაც დაკავებული ყოფილიყავი. ამის კვალობაზე შემიძლია გითხრათ, რომ მთლიანობაში საჰაერო ბურთი და მასთან დაკავშირებული აქტივობები გაცილებით წინ წავიდა. მე ნამდვილად არა მაქვს ახლა იმის. ანუ რეგულაციები, ჩარჩოები, გარკვეული მასად შეეხო თუ მარტო პარაპლანზე ამ ეტაპზე საუბარი? იმ ბოლო საკანონმდებლო ცვლილებით, რომელიც იქნა მიღებული ამ ზაფხულს, იქ საჰაერო ბურთთან მიმართებაში არაფერი არ გმულა და არ ეხებოდა საერთოდ. მინდა რომ კარგად გესმოდეთ, საჰაერო ბურთი არის მცირე ტონაჟის საჰაერო ხომალდი. უხეშად რო გითხრათ ესეა. იმიტომ რომ საჰაერო ბურთი მარტო კალათი და ის არ არის. მთლიანობაში მისი მუშა სხეული არის ცხელი ჰაერი, რომელიც ბურთზე წასვლა წავსვლის საშუალებას აძლევს. ამიტომ ტონაჟით არის ჩვეულებრივი შესაბამისი ტონაჟის საჰაერო ხომალდი. გარკვეული რაღაცეები იქ არის, მაგალითად ძრავა არა, ხო საჰაერო. ანუ მაგრამ ის კომპონენტები, რომელიც არის, ის რაღაცა სტანდარტით სერტიფიკაციას და იმას ექვემდებარება რასაკვირველია, ხო? მაგრამ ეს რეგულაციები ადრე არის მიღებული. ჯერ კიდე, დავიწყო 10 თუ 8 თუ 7 წლის წინ. და ეს ახლა საჰაერო ბურთები ვინც დაფრინავდა და ვინც ამ საკითხით დაინტერესებული იყო, იმათმა ძალიან კარგად იციან, მაგრამ ძირითადად, ასე ვთქვათ, საფუძველში მცირე ტონაჟის საჰაერო ხომალდების კლასს ექვემდებარება საჰაერო ბურთი და თავისი რეგულაციები აქვს. და ერთსაც გითხავთ, ანუ როდიდან დაიწყეთ ფრენები და აქტიურობა როგორია? პარაპლან ფრენებს გეკეთებით? ანუ შეზღუდების მერე. დიახ, შეზღუდების მერე. შეზღუდების მერე ჩვენ ფრენები, საგამოცდო ფრენები და ეს საგამოცდო ფრენა ხო? ეს დავიწყეთ ივლისის თვიდან. და პრაქტიკულად ის ადამიანები, ვინც ახლა პილოტების საკვალიფიკაციო ბარათები მიიღო,
მეტნაკლები ინტენსივობით სულ ყველამ გამოიარა ეს პროცესი და დავამთავრეთ ნოემბრის შუაში. ნოემბრის შუიდან მოყოლებული მან უკვე ის მომენტი იყო, რომ ადამიანებს ისე კომერციული ფრენების წარმოება და რაღაცა ჭირდებოდა და ამისთვის ჭირდებოდათ მიწა და ყველაზე დიდი დრო წაიღო რეალურად მიწის საკითხი. ანუ ადამიანები ამას ასე უყურებდნენ, რომ აი ჩვენ ხო აქ დავფრინავდით და მოდი ახლა ვიფრენთ, მაგრამ ნუ არ არის ესე რა. მოდი ახლა ვიფრენთ, ამან მოიტანა ის რომ უამრავი კონფლიქტი და რაღაცა ის იყო ხოლმე იმაში. და ფაქტიურად ამ მიწის საკითხის მოწესრიგებამ წაიღო შუა ნოემბრიდან შუა იანვრამდე დრო. უბრალოდ იანვრის დასაწყისამდე, იმიტომ რომ როცა მიწის საკითხები რაღაცნაირად გადაწყდა, მე უშუალოდ ანუ იანვრიდან აქტიურია უკვე, ხო? იანვრის სწორედ როცა ჩვენ გავეცით ოპერატორ კომპანიაზე სერტიფიკატი, ეს არის 16 იანვარი, აქედან ითვლება, რომ ოფიციალურად გუდაუთში ფრენები დაიწყო და ამუშავდა. და აქტიურობა როგორია? აქტიურობა ახლა მე არც მაგის ინტერესი მაქვს და არც ვალდებულება არ არის ჩემი, რომ ყოველდღე იქ ვიყო და ვუყურო მერას დაფრინავს და რაღაცა, მაგრამ ვიცი რომ დაფრინავენ. და მეორე მხრივ ვიცი ის რომ რაღაცა დროის მერე იქ უნდა ვივიდეთ და გადავამოწმოთ ოპერატორმა კომპანიამ ერთვის განმავლობაში, ორი თვის განმავლობაში რამდენად წესების დაცვით განახორციელა თავის აქტივობა იქ. და სანქციები ვთქვათ როგორია ამ შემთხვევაში, დარღვევების შემთხვევაში? მე გონდა ინახოს თვითონ ძალიან უხეშად რო თქვა, ახლა მე ზუსტი ისინი შეიძლება მეშლებოდეს და თუ თქვენ არ გაქვთ პილოტის დამადასტურებელი დოკუმენტი და ასრულებთ კომერციულ ფრენებს, ეს ეკონდერებათ დაჯარიმებას. თუ თქვენ დაფრინავთ ისეთი ადგილიდან რეგულარულ კომერციულ ფრენებს ახორციელებთ ადგილიდან, რომელსაც სერტიფიკაციის პროცესი არ აქვს გავლილი, ეკონდერება დაჯარიმება. თუ თქვენ არ გაქვთ ოპერატორი კომპანიის სერტიფიკატი, რაღაც ადგილას მიხვედით, თქვით რომ ეს ადგილია კარგია და მე აქედან ფრენას ვიწყებ და შესაბამისი პროცესი არ გაიარეთ და ესეც საქმიანობას იწყებთ, ესეც ეკონდერება დაჯარიმებას. ამას აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, პოლიცია აკეთებს.